მოგესალმებით. დღეს მეორე ჩაწერა გვაქვს YouTube არხზე, ჩვენს YouTube არხზე. ლიანდაგზე და სტუმრად გვყავს სტუდენტი ოთო ირემაძე, ჯენზიდან, ახალგაზრდა თაობიდან და ფიქრობთ, რომ საინტერესო და საჭირო რაღაცებზე მოგვიწევს საუბარი, რაც დღევანდელობას ეხება, დღევანდელ ცხოვრებას ეხება, რაც დღეს ხდება, ამაზე ალბათ ბევრს ვისაუბრებთ და ჩვენ გვაინტერესებს მისი აზრი და ჩვენ დავუსვამთ შეკითხვებს, ისიც თავადაც კითხვები იქნება ალბათ და რა ვიცი, დავიწყოთ ერთი სიტყვით. მოგესალმებით ნიკო ნიკოლაძის კლუბიდან, სადაც რიგით მეორე ვიდეოს წერთ გამორჩეულ სტუდენტთან ერთად, რასაც მე ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვხედავ და ძალიან მიხარია, რომ ქუთაისში ჯერ კიდევ არიან ასეთი სტუდენტები, რომლებიც ზრუნავენ და ფიქრობენ ბევრს ქვეყნის მომავალზე. ოთო, გამარჯობა, წარდგინე შენი თავი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით მაყურებელსაც. მედია რომ ბევრი უყურებს ამ ჩანაწერს. სტუდენტი, როგორც ახსენეთ, ოთო ირემაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ფაკულტეტი რო გითხრა? მენეჯმენტი. ძალიან საინტერესოა, ოთო. პირდაპირ ამ თემებზე რო გადავიდეთ ახლა, იმიტომ რომ ჩვენი YouTube არხიც მაშინ შეიქმნა, როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე მდგომარეობა, 73 დღეა ადამიანები ქუჩაში დგანან და ითხოვენ ძალიან მარტივ რამეს, რომ უკანონო პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. შენი გადმოსახედიდან რო გითხრა, რა ხდება შენს თავს? სტუდენტს, რომელიც ლექციებზე უნდა იჯდეს, ფიქრობდეს მის განვითარებაზე, პროფესიულ წინსვლებზე, ქვეყანაზე, რა რეალობის წინაშე მოგიწია დადგომა ასე უცბად? ხო, ძალიან რთული არის ეგ ამბავი რა. რეალურად არის ალბათ გაცილებით უფრო რთული სტუდენტებისთვის, ვიდრე ჩანს გარე თვალისგან, იმიტომ რომ საქართველოს და ქართული სტუდენტები ისე არ ყოფილან კაი დღეში არასდროს, ანუ ჩვენ გვიწევდა განსხვავებით ევროპელი სტუდენტების, რომელიც ლექციებზე დადიან დავალებებს აკეთებენ და იმის მე რაღაცა დილის რამდენიმე საათის მერე საღამოს საათები ან 13 საათიდან განტვირთვისთვის აქვს თავისუფალი. ქართულ სტუდენტებს ძირითადად უწევდათ ხოლმე სამსახურში წასვლა რა მაგ დროს, იმიტომ რომ ეკონომიკური მდგომარეობა არ აქვს ჩვენ ისეთი როგორც სხვა ქვეყნებში, რეალურად მაგისთვის ვიბრძვით ხო და მაგაზე ვშრომობთ. ქვეყნის დიდი ნაწილი, მათ შორის სხვადასხვა ორგანიზაციები და სამხალხო სექტორი, ხო? და ამას კიდე ის მინუსიაც ისედაც ქართულ სტუდენტებს ევროპელ და ამერიკელ სტუდენტებთან შედარებით და მე მიცხოვრია და მინახავს და ბევრს ვიცნობ და რეალურად არის ეს და ამას ფაქტებზე დაფუძნებით ვამბობ და პირადი გამოცდილებას და არა ჰაერზე. ამას დაემატა ეგეთი ამბავი კიდე რომ იმის გარდა რომ ეს ამდენი საქმე გაქვს, სადღაც რეჟიმში და კალენდარში შეუძლებს სტუდენტს რომ აქციაზე უნდა იყოს და საკუთარი უფლებებისთვის უნდა იბრძოლოს რა. ხო, ახალი სამსახურებით გახდა ლექციები, სამსახური და საღამოს აქციაზე დგომა რამდენიმე საათი. კი, და ეს არ არის მარტო აქციაზე დგომა, არის ძალიან დიდ მენტალურ და ფიზიკურ ენერგიას, მაგრამ ფიზიკურ ენერგიასთან ერთად მოითხოვს ძალიან დიდ მენტალურ ენერგიას. ყოველდღიურად ამდენ უარყოფით ნიუსს უყურებდნენ, ახლობდნენ, როგორ იჭერენ, აკავებენ, აჯარიმებენ შენ მეგობრებს, ამდენი ადამიანი შიმშილობს, ციხეშია, ამდენი სინდის პატიმარი ყავს ჩვენ. ძალიან რთული არის ემოციურად, რომ სტუდენტმა სხვა რაღაცებზე იფიქროს, ის ვერც მუშაობს წესიერად, ვერც სწავლობს, ეს შემიძლია პირად გამოცდილებაზეც დაფუძნებითაც ვთქვა, რომ თითქმის შეუძლებელი არის სხვა რაღაცებში სრულად რესურსის ჩადება და რაღაცა პოტენციალის გამოვლენა სტუდენტისთვის. მე ჩემს ასწავლს ვიტყვი, რომ არ მინდა რომ ხელი დავაფარო ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, შეუძლიათ გაბრაზდნენ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მიზეზებზე ვილაპარაკოთ, რატო ხდება ისე, რომ უნივერსიტეტი ყოველწლიურად სტუდენტები უფრო და უფრო მეტად ინერტული ხდებიან. მეც წერეთლის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული 2010 წელს ჩავაბარე, 2016 წლამდე უნივერსიტეტში ვსწავლობდი და სწავლის პარალელურად უნივერსიტეტში მქონდა ჩემი საინიციატივო ჯგუფი და ჩემი საინიციატივო ჯგუფის გარდა იყო დაახლოებით 5-6 პლუს თვითმმართველობა. სხვადასხვა იდეოლოგიის ჯგუფები იყვნენ. სულ სხვადასხვა რამეს ვაკეთებდით, იყო კინოკლუბი, წიგნების კლუბი, 2000 სტუდენტი გამოვკითხეთ ერთ დღეს ყველა ორგანიზაციამ ერთად, რომ
მიგვეცა ხელმძღვანელობისთვის ის საჭიროებები, რაც სტუდენტებს უდგათ. მაშინ მახსოვს საპირფარეშოების თემა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც არ იყო სახელმწიფო უნივერსიტეტში მოგვარებული. ამის მერე ჩვენ ვხედავთ, რომ უნივერსიტეტის სივრციდან ნელ-ნელა თანდათან გაქრა საინტერესო სივრცეები. ეს რა თქმა უნდა სახელმწიფო პოლიტიკის ამბავია, იმიტომ რომ არავის არ აწყობს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ერთ მთავრობას უნივერსიტეტი იყოს მთავარი ბრძოლის ავანგარდში. და ამაზე კიდე ხა თბილისში ხედავენ რომ ილიასუნი ძალიან წინა ხაზზე იბრძვის და უნდათ რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთონ, არ ვიცი რამდენად იზამენ, მაგრამ მე რასაც ვხედავ 12 წლის განმავლობაში ამათმა შეძლეს რომ მიიღეს ძალიან პასიური სტუდენტები. ჩვენ ისედაც ვიცით რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში ბევრი სტუდენტი ძირითადად არიან რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებსაც ისედაც ადაპტაციისთვის დაჭირდებათ, მაგრამ სტუდენტს გარდა იმისა, რომ სწავლობს და ლექციებს ესწრება, მისი განვითარებისთვის ხო დრო აქვს. ხო ხედავს რა ხდება მის ქვეყანაში. ახლა მე პიტაპირ გეტყვი რომ ძალიან მწხვენია, როცა მთელ ქვეყანაში ვხედავ რამდენიმე 10-მდე უნივერსიტეტს, სადაც სტუდენტებს აუდიტორიებია დაკავებული, იბრძვიან, გამოდიან და ამ დროს წერეთლის უნივერსიტეტიდან ვხედავ რამდენიმე ათეულ ადამიანს, რომლებიც ჩემთან ერთად დგანან აქციებზე და იბრძვიან და სულ ფიქრობენ როგორ უშველონ უნივერსიტეტს. და აი მე მინდა რომ შენც კრიტიკული იყო ამ ამბავთან დაკავშირებით, რა ჭირთ სტუდენტებს? არ ვიცი, იცი რა, ჩემი მხრიდან ძალიან რთული იქნება მაგ შეფასების გაკეთება, იმიტომ რომ მე არ ვიცნობ საერთოდ წერეთლის უნივერსიტეტის სუბკულტურას იქ რა. მდგომარეობა არის და განსაკუთრებით არ ვიცნობ იმის გასაკვეთად, რომ მე ქუთაისელიც არ ვარ რა. და რა ფერმობდი ბიჭო ქუთაისში? მე ყოველთვის ფანი ვიყავი ამ ქალაქის და ესე გადაწყდა. მე ზოგადად ძალიან მომწონს კულტურა დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის და ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ქალაქები უნდა გაძლიერდნენ და თბილისი არ უნდა იყოს ეს თავკომბალასავით მარტო თავი და დანარჩენი კლუბები ძალიან პატარა და ვიწრო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი მათ შორის სხვა ევროპული კულტურა რაც არის, რომ ყველა ქალაქი არის ძლიერი და დამოუკიდებელი, თვითმმართველობა არის ძლიერი, ფული რაც ბიუჯეტში შედის, იქ რჩება და შემდეგ იქ ნაწილდება და კარგი დასაწყისია ჩემი აზრით რა, ეგ რომ აი მე ჩამოვიდა და ბევრი ადამიანი ჩამოვიდა ქუთაისში და ბევრის დარჩება ახლა ქუთაისში და 4 წელი არ არის არაფერს არ ნიშნავს რა. ის არ არის რომ არაფერს ნიშნავდეს 4 წელი შენ ქუთაისში ცხოვრო და საერთოდ მე ამოშალო შენი ცხოვრებიდან რა რაღაც ნაწილი სულ იქნება. აპირებ რომ ქუთაისში გააგრძელო ცხოვრება? კი, მე ვფიქრობ, ხა მე თუ არ გავაგრძელე იმდენი სტუდენტია, რომელსაც აქ შეაბარე სხვადასხვა ქალაქებიდან, ისინი ხომ მაინც გააგრძელებენ და ეგეც საქმე არის. ყოველ შემთხვევაში მე ხა ვიცნობ მეგობრებს რაღაცა ბიზნესები გახსნეს უკვე რაღაცა სტრუქტურული. ფანტასტიკურია. თბილისი ხო რეალურად თბილისში ეგ მოხდა, რომ ამ 30 წლის განმავლობაში სასწავლებლად წასული ადამიანების დიდი ნაწილი დარჩნენ. იქეთ, რადგან ნახეს შრომის ბაზარი ბევრად უფრო დიდია და თუ ქუთაისის განვითარება უკეთესობისკენ წავა, ცხადია ეს სტუდენტები ადამიანები რომლებსაც განათლება მიიღეს დარჩებიან ამ ქალაქში და ცხადია ეს ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი რო დაუბრუნდა ის სტუდენტების ინერტულობის დავამატებ მე. როგორ რაღაც არის, იცი? მე და მიშიკო ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი, მე ცოტა ადრე დავამთავრე, მე მიშიკომ დაამთავრა და ვიზეც ილაპარაკა. და რა პრობლემაზეც ილაპარაკა. აი, როგორ თან რო შეადარო, შეიძლება ცუდია შედარება, თან რო თქვა რომ თქვენი უნივერსიტეტში როგორ არის? ახლა ის წერეთლის უნივერსიტეტია, კიდეც თქვი რომ არ იცნობ იქაურობას. ის რაც მიშიკომ ჩამოთვალო 5 რაღაცა გქონდა, ესეთი რაღაცები თქვენთან თუ ხდება? არის, კი. მე მქონდა გაკეთებული კონკრეტულად ერთ-ერთი ეგეთი პოლიტიკური კლუბი. ხო, აი ძალიან ისე რა, არაფორმალური, სადაც ვიკრიბებოდ უბრალოდ არც არის არ ვაძალებით, არც არაფერი პიარი მაგას არ ქონია, უბრალოდ მე სულ ძალიან მე მეგობრებთან ერთად რო ვიკრიბებოდით, საბოლოო ჯამში სულ მაგაზე პოლიტიკას დავდივართ, ლაპარაკობთ და მეთქი რატო არა გავაკეთოთ არაფორმალური სივრცე, სადაც კვირაში ერთხელ შევიკრიბებით და მიმდინარე მოვლენებს განვიხილავთ, რაღაცა ვიდებატოთ, ვიდისკუსიებთ, ის გვექნება, ეს გვექნება ამ ფორმატში და ლაპარაკობდით რა ხშირად და კარგი იყო და მაგარი მუშაობთ. ბევრი არის ეგეთი. ეხაც არის კი, ეხაც არის და ბევრი არის ეგეთი, ეკონომიკაზეც არის, იქ კაპელა არის და მღერიან ბავშვები. არის რაღაცები ესე დეცენტრალიზებული, რომ ყველას რა ინტერესიც აქვს იმის ან ბავშვები, სტუდენტები თვითონ აკეთებენ თავიანთი ინტერესების შესაბამის გაერთიანებებს, რომ მე ერთიანი სივრცეები ქონდეს. მე მასაც ვერ ვიტყვი ანდრო, რომ ამ სტუდენტების მხარეს რო დავდგეთ, თქვა არაფერი არა ქუთაისში ვერ განვითარდები.
უამრავი ორგანიზაცია, უამრავი საინტერესო შეხვედრა ტარდება, სადაც შეიძლება რომ პირადი განვითარებისთვის ამ ადამიანებმა იზრუნონ, მაგრამ ცოტა რომ გადავახვიოთ წინ ეს ამბავი. მე მგონია რომ სკოლიდანაც იწყება ოთო ეგამბა. აი სკოლის დამამთავრებელ წლებში თუ სკოლა, დამრიგებელი, მოსწავლე არ არის ორიენტირებული იმაზე რომ რაღაცა პროექტები, პრეზენტაციები სკოლაში აკეთოს, საინიციატივო ჯგუფები ქონდეს თავად სკოლას. ჩვენ რა ვიცი, ფილმებს როცა ხედავთ ხოლმე უცხოურ ფილმებს ძალიან ბევრი კლუბია ხოლმე, თვითონ სკოლაში ისტორიის კლუბი ცალკეა, სპორტის კლუბი ცალკეა, მუსიკის კლუბი ცალკეა. აქ მე მგონია რომ აქიდან სკოლის ასაკიდან იწყება ბავშვში რაღაც ახალი ინტერესების მიმართ წყურვილის გაჩენა. და ეს ხადია უნდა გაგრძელდეს უნივერსიტეტში, სადაც ბევრად უფრო ბევრი შესაძლებლობებია. მე რო ვსწავლობდი უნივერსიტეტში, ჯერ კიდევ მაშინ ქონდა წერეთის უნივერსიტეტი, ბევრი გასვლითი პროგრამა, რომელშიც რა თქმა უნდა ინტერესდებოდნენ ადამიანები. ახლა დიდი ხანი აღარ მსმენია, რომ წერეთის უნივერსიტეტმა სტუდენტები სადმე გაუშვა სასწავლებლად და ან ასე შემდეგ. იცი რა, აი განათლების სისტემის პრობლემა არის ხა ეგ შენ რაც საუბრობთ, მაგაზე რო ველაპარაკოთ, ერთი დღე არ გვეყოფ, ანუ ძალიან ბევრი არის და მაგრამ მან ჩემი აზრი არის, რომ ეგ პრობლემები დგას თბილისში, დგას მათ შორის ქუთაისში იგივე უნივერსიტეტში, სადაც ჩვენ ჩავაბარეთ რა, მე ვსწავლობ ახლა. და რადიკალურად განსხვავებული სურათია სამწუხაროდ და აი მართლა ძალიან გული მწყდება ამაზე ჩემ უნივერსიტეტსა და წერეთელს შორის. ანუ გაცილებით ნაკლები ადამიანი სწავლობს ჩემ უნივერსიტეტში, მაგრამ პროცენტულადაც და რიცხობრივადაც უფრო ან რიცხობრივად არ უნდა გამოდიოდეს არც ერთ შემთხვევაში უფრო მეტი ადამიანი ჩემი უნივერსიტეტიდან, როცა 10-ჯერ მეტი ადამიანი სწავლობს წერეთელს. კი, მე მარშში ვნახე, თქვენი მარშში ამდენი კილომეტრი გამოიარეთ, ქალაქში რო შემოვერთდით, ბევრად უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე 10,000 კაციანი უნივერსიტეტის. აი, ეგ არის დიდი პრობლემა. ჩვენ ვეცადეთ მე კონკრეტულად და ბევრი ჩემი თანა უნივერსიტეტელიო დავკავშირებოდით იქ რაღაცა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ რაღაცნაირად და ეგ პრობლემა რაზეც ჩვენ საუბრობ, მე მიფიქრია, მიცდია და ვერ ამოვხსენ მაგას გეუბნები. აი, ანდრო, მე მაგალითად სკოლაში ვასწავლიდი, არ დავასახელებ რომელ სკოლაში და სამწუხაროდ ნახე რეალობა ისეთი, სადაც როცა მე ვიყავი ამ ბავშვების ტოლი, პროცენტულად რამდენიც ჩემ კლასში სწავლობდა ბავშვი, ზუსტად იმდენი სწავლობდა ამ მე სადაც ვასწავლედი ამ ჯგუფში. ანუ არ შეცვლილა ბავშვების დამოკიდებულება სწავლის მიმართ. სწავლობს ნაწილი ისე რა სწავლობს, ნაწილი საერთოდ არ სწავლობს. მე ამას ჩემს ახსნას ვაძლევ ოთო და არ ვიცი დამეთანხმები თუ არა, იმიტომ რომ ნახე მგონია რომ სტუდენტების 18-22 წლის არიან სტუდენტები, ხო? ამ ბავშვების მშობლების ძალიან დიდი ნაწილი ემიგრაციაში. და როცა ემიგრაციაში ყავთ მშობლებიდან რაღაცა მუდმივი შემოსავალი ყოველ თვის ბოლოს აქვთ, მე მგონია რომ ამ ბავშვებს უჩნდებათ იმის განცდა, რომ ეს შეიძლება იყოს მუდმივი. ან თვითონაც შეუერთდება დაამთავრებს და წავა და მე მგონია რომ სწავლის ამბავია, ოთო რომ არ სწავლობენ, უნივერსიტეტიც ვერ ასწავლის, ესეც არის და გამოდის ისე რომ ეს ადამიანი სრულიად მოწყვეტილია რეალობას და ვერ იაზრებს ის რაც ქვეყანაში ხდება. რა თქოთ მაშინ რაც შენ კითხვა დასვი, რატო არ გამოდის? ხო, თხოვ და თან პასუხსებ იმაზე რომ ბოლომდეც ვერ ბრაზდები ამ ადამიანებზე, იმიტომ რომ თუ სკოლამ არ გასწავლა, ისტორიის მასწავლებელმა არ გასწავლა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა არ გასწავლა, კანონი, კონსტიტუცია, დემოკრატია, შენი ქვეყანაა და შენი მოსწავლეა და უნდა გიყვარდეს და უვლიდე მე უნივერსიტეტში შესაბამისად ისე აგრძელებ. იქაც ისეთი ლექტორები ხვდებიან, რომლებიც არიან, რა ვიცი, ბოდიში და პარტიულ კუთვნილებაში. ხო, ის მოვა იმისია, იმისია და რა ქვია და რა ესე იგი ჩვენ კითხვას უსვამთ სტუდენტს და ჩვენ თვითონ ვსვამთ პასუხს, რომ და თვითონაც გაქვს პასუხი, რომ განათლების სისტემის ბრალია, სისტემის ბრალია. არის, ერთი ნაწილი არის ეგ, მე კიდე ბევრი, აი ჩვენ როცა ვიძახით, რომ 10,000 8 თუ რაღაც დაახლოებით მაგდენი სტუდენტი სწავლობს, ეგ რიცხვი არ შეიძლება რომ იყოს, და ვერ ვენდობით მაგ რიცხვს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი როგორ უყურებს მაგას, ხმე არ შევალ მაგის შეფასებაში, მაგრამ გვაქვს ჯარის კანონი, ხო, რომლისგანაც ერთადერთი თავის სასარგებლო გზა სტუდენტისთვის, რომელსაც არ უნდა პირობითად რაღაცა მიზეზების გამო იქ არის იგი მიზეზები, რომელიც დარწმუნებულია რომ მაყურებელმა კარგად ისწავლის ახსნას, რა დავიწყებ ახლა მე როგორ არ უნდა მოხდეს ის ადამიანი ჯარში ვისწავლე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავის სასარგებლო გზა არის სტუდენტობა. ამიტომ ჩვენ ვერ ვიტყვით იმ 8,000 ადამიანიდან რამდენი არის რეალურად სასწავლებლად მისული წერეთელში. ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა, რასაც ვერ ვზომავთ ჩვენ. მაგის გარდა თანამედროვე ეპოქაში მე ვერ
ვიტყვი რომ ვიღაცა შეიძლება ვერ ხედავდეს რა ხდება ქვეყანაში. მაგრამ რახან ქუთაისში აი ბათუმში ხო უფრო დიდი პრობლემა არის აქციებთან მიმართებაში თბილისში გაცილებით, ხო? ქუთაისი თავის ნომენკლატურიდან გამომდინარე, ქუთაისში პრობლემები არ დგას მასე მძაფრად. და ამიტომ ალბათ აქვთ ეგ განცდა რომ თვითონ რახან არ ეხებათ ბოლომდე სიმძაფრით სწავლობდეს ადამიანი, მაგალითად იურიდიული ფაკულტეტი სტუდენტებისგან მიგვიყვეს ყველაზე მეტად. მე ვიცი რომ წერეთის უნივერსიტეტს ძალიან კარგი იურიდიული ფაკულტეტი აქვს. სხვა ფაკულტეტებთან შედარებით ძალიან ხშირად მსმენია და რაღაცა შეჯიბრებები როცა არის კონკურსები, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ქუთაისის არიან ერთ-ერთი გამორჩეულები. სად არიან ეს სტუდენტები? ანუ იმას, რასაც სწავლობენ ის ირღვევა სამართალზე სწავლობენ და სამართლიანობისთვის არ იბრძვიან. მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს. მან ალბათ შემოდის მაშინ მე რაც მიფიქრე ყოველ შემთხვევაში ზოგადი მიზეზი რაც შეგვიძლია რომ არ მარტო ერთ სტუდენტებზე ყველა იმ ადამიანზე გადმოზოგადოთ ვინც სახლში რჩება და არ გამოდის რა რომ რაღაც მომენტში ვერ ხედავს აზრს ანუ შედეგს ვერ ხედავს რომ აი მე კი გავაპროტესტებ კი არა მაგაში მოყვება რა ვისთანაც მელაპარაკია იმ ადამიანებთან ვინც აქციებზე არ დგან მაგაში მოყვებიან რომ აი კი არ მომწონს მე ვხედავ რომ ცუდია მაგრამ აი ჩემი მანდ გამოსვლა რას შორის და მანდ არის ხოლმე ორი ფაქტორი ერთი არის რომ ზოგადად პროტესტი რას ცვლის და მეორე არის რომ მე როგორც ერთი ადამიანი რომ გამოვიდე რას ცვლის რა საბოლოო ჯამში ჩვენ სხვა ქვეყნების მაგალითებიდან აქვე რო გავცე პასუხი შეგვიძლია ვთქვათ რომ სხვა ქვეყნების მაგალითზე ბევრი პროტესტი ვიცით რომელმაც შედეგი მოიტანა და იგივე იხა პარალელურად გვაქვს სურათები სერბეთში და სლოვაკეთში სადაც სერბეთში პრემიერი გადადგა და ფიცო სლოვაკეთში 75 მანდატი აქვს პარლამენტში დარჩენილი და დღე-დღეზე გავიგებთ დაეშლება თუ არ დაეშლება კოალიცია და როგორც ერთი ადამიანი მე რო მინიმუმ 50 ადამიანისგან მაქვს მოსმენილი და მე რო ერთი ადამიანი გამოვიდა რა შეცვლის ხო წარმოგვიდგენია რამდენი ფიქრობს ეგრე მე ვფიქრობ რომ ამის მიზეზი ის არის რომ ახალგაზრდებს ჯერ არ აქვთ ამ ქვეყანაში მაგალითი იმისი რომ პროტესტმა სერიოზული შედეგი დადო. აი მე შემიძლია ჩამოგითვალო რასაც უყურებ პატარ-პატარა გამარჯვებები ამ პროტესტში. აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მე ბევრისთვის, მაგრამ რატომღაც არ მე მგონი რომ თავდაცვის მექანიზმი არის სადღაც რომ იმდენად შეტოპეს უკვე და დაიჯერეს რომ აი ჩემ პროტესტს რაზე და უკვე ცხენიათ საკუთარ თავთან აღიარება რომ რაღაცა დადგა და ბოლომდე იცავენ მაგას. მაგ იმიტომაც მგონია რომ ამ პროტესტების წარმატებით დასრულების მთავარი მიზანი ის იქნება რომ ამ ადამიანებს რომლებსაც გონიათ რომ პროტესტ აზრი არა აქ საბოლოოდ დავარწმუნოთ იმაში რომ აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ წარმოიდგინეოთო ახლა რომ მე თვარქას ჩვენ რომ ამ ბრძოლიდან დამარცხებულები გამოვიდეთ რამდენად დიდ უპირატესობა ეძლევათ ამ ადამიანებს იმას რასაც ამბობენ რომ უკვე ფაქტებით გაამტკიცებენ რომ აძმაო იდექი ქუჩაში არაფერი არ გამოვიდა თაობები და შრამება მაგითი მაგრამ ასევე არის მეორე მხარე სადაც ჩვენ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვდივართ ძალიან დიდი სამოქალაქო საზოგადოება იქნება, სადაც იქნება მაგალითი იმისი, რომ 12 წლიანი და არა მარტო 12 წლიანი, მე შემიძლია ვიდეო იმაზე, რომ ეს არის უკვე 30 წლიანი კარგად ნახევრები დიქტატურა, რომელიც ხელისუფლების ხელში გადადიოდა, დასრულდა მასშტაბური პროტესტით რა. და ეგ არის ძალიან დიდი რაღაცა, რომელიც მომავალ თაობებს დარჩებათ მაგალითად, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ახლა შეხედე როგორ რაღაცა აი ფანტასტიკურად დაგიჭერი, აი შეხედე ახალგაზრდა აი 30 წლიანი დიქტატურა, ნამდვილად დემოკრატიის სახელით. ვეთანხმები სრულიად აბსოლუტურად გადაუგონოთ სახელები იცვლებოდნენ, თორე თვითონ ხალხის ერთი და იგივეა, ქვედარგო საშუალო რგოლებში და ხალხის ერთი და იგივეა თითქმის. და შეხედე როგორ რაღაც არის ჩემი აზრით, მე ახლა ჩვენ თქვით, შენ თქვი მიშო რომ სტუდენტები არ გამოდიან, მაგრამ სამაგიეროდ არის მეორე მხარე როგორც რომ გამოვიდნენ და თბილისში ახლა მე ხშირი შეხება მაქვს და მე მინახია ჯენზი ეს ახალგაზრდა თაობა მასიურად როგორ მოდის და როგორია რომ იციან მის ქვეყანას რაღაცა ემუქრება მაგალითად მარტის აქციები იყო მანამდე რაღაც აქციები იყო იმ შემთხვევაში აი მასიურად გამოდიან და ხვდებიან რომ რაღაცა აი ცუდი ხდება და ეს ქვეყანა მათია მაგრამ შეხე როგორ რაღაცა არის სახლში რომ მიდიან სახლში ხვდებათ ესეთი ხალხი მაინც აზრი არა აქვს გულკატეხილი ხალხი აი 9-ჯერო იბრძო და გამოიარეს დაშრამული ხალხი გამოიარეს ის კომუნისტურ წყობაში გაჩუმდი არ შეიძლება რაფრის თქვა იმასი და სახში მიდიან და ზოგი ეუბნება პირდაპირ ზოგი ეუბნება შვილო რამე არ მოგწიონ
ჩვენ ანდრო ნახე მაგ ამბავი რო გავაგრძელო ახლა მე აბსოლუტურად სწორი ამბავი მაგას პლუს ემატება ნახე რა ჩვენ წერავთ თქვით რომ რეგიონის უნივერსიტეტებში კიდევ უფრო მეტი რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები ანუ ქუთაისში მაგალითად სწავლობენ დასავლეთ საქართველოს ახლო მდებარე რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები ხო რაც უფრო თბილისს შორდებით და ჩვენ ვიცით რომ თბილისი თავკომბალა და პრობლემაა ეს ამ ქვეყნისთვის რაც უფრო თბილისს შორდებით მით უფრო მეტად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი რომლებიც სახელმწიფოს კისერზე არიან ასე რომ ვთქვათ ეს არის საჯარო სამსახურების სიპები აიპები პატარა ბიზნესები და ასე შემდეგ ნახე მე ვიცი ქუთაისში ძალიან გულიმწყდება იმ კონკრეტულ ადამიანს მე როცა ვეღარ ხედავ აქციებზე ძალიან მაგარი გოგო რომელიც ყოველთვის რუპორით იყო წინ მოუძღოდა სტუდენტებს და მე უცბად გავიგე რომ ეს ბავშვი ამ ბავშვის ოჯახი შეაშინეს და როცა ვინმე ხო იმიტომ რომ ეს ბავშვი იყო ახლო არ ვიტყვი ხა იმას ქალაქს ახლო მდებარე ქალაქიდან ბუნებრივია რომ ქალაქებში მეტია საჯარო სასახლეში დასაქმებული ადამიანების რიცხვი პროცენტულად ეს ჩვენ ნახეთ არჩევნებზეც ხო ხელისუფლებამ წააგო თბილისში ზუგდიდში ქუთაისში ბათუმში 50%-ზე მეტი ვერ აიღო მაგრამ მაინც თითქოს მოიგეს არჩევნები და უფრო მაღალი შედეგი დადეს პატარ-პატარა რეგიონებში, სოფლებში. რატო? იმიტომ რომ იქ უფრო მეტია შიში სამსახურის დაკარგვის, უფრო მეტი ადამიანი არის დასაქმებული სახელმწიფოს კისერზე და შესაბამისად ეს ადამიანები მიღებული ყავდა. მათ შვილებს აშინებენ. ანუ თავიდან რომ ცოტა დიდი პრეტენზიით დავიწყე სტუდენტების მიმართ, მაინც ბოლომდე ვერ ვწირავ ამ ადამიანებს და მაინც ვუძებნი. იმიტომ რომ როცა საჭიროა გამოდიან მიშო, როგორცაც მაგათი იმედი მაქვს, ამის იმედი მაქვს. იმიტომ რომ ჩემი თაობა გულდაწყვეტილი თაობა, ხელჩაქნეული თაობა გამოვლილი აქვს უკვე გულგატეხილია, იკითხო და იკითხო 35 წელია ეს ქვეყანა ბრუნავს და ბრუნავს ერთი და იგივე დემოკრატიის სახელით. დიქტატურაში რაც თქვა ოთონ ფანტასტიკურად, ხო? და ესენიც რო ჩვენსაში ჩაეწენო, მე ადრეც ვახსენეს. ესენიც რაღაც ცდილობენ რომ ამას არ ელოდა არავინ მიჩეული არიან 35 წელია რომ ეს ხდება და მე მაინც გაჩერდებენ და შევლენ სახში, მაგრამ ამათ არ ელოდნენ უკვე ესენი დამოუკიდებელ ქვეყანაში გაზრდილი თაობა, რომელიც კი მართალია ის წერეთის უნივერსიტეტი არ გამოდის, მაგრამ ამის უნივერსიტეტი გამოდის 4 აქზის, არაფრის არ ეშინია, შეიძლება დედამ კი უთხრა და მამამ კი დაურეკა რომ შვილო ფრთხილად იყავი, დარწმუნებული ვარ ეტყოდნენ, მაგრამ იციან მისი შვილი რაც არის და მაგრამ ასეთი ხალხი ქმნის შემდეგ მომავალს და ასეთმა ხალხმა უნდა შექმნას და ამის იმედი მაქვს თქო მიტო ვიძახი რომ ესენი ჩვენი ვალდებულება მე და შენი მაგალითად მე ზედათაობის რომ ამათ ხელი შეუწყოთ და გვერდით დაუდგეთ რომ ესენი არ ჩაეწერონ ჩვენ სიაში თუ ესენი ჩვენ სიაში ჩაეწერენ ჩათვალეთ რომ 1-30 წელი ცოტა იმიტომ რომ კიმეულ საკითხზე გადავალ იმიტომ რომ დავამთავრებ იმიტომ რომ 35 წელია ბრუნავთ დემოკრატიის სახელი დიქტატურაში და ეხლა არის მის დრო რომ როდის შევშინით იცი მართლა რომ მოგვადგნენ ეხლა მართლა მოგვადგნენ მოდი ანდრო კინეულ საკითხზე გადავალ ჩვენ ვართ თაობა რომელიც მოვთხოვდით მაგალითად დენი 5 თეთრი გაზი 7 თეთრი წყალი უფასო კი ბატონო იაფი სესხები ზოგჯერ საერთოდ უფასო და ასე შემდეგ ბევრი დაპირებები რომელიც მიიღო ჩემმა თაობამ და უფროსების თაობამ და ჩვენ ამას ავყევით. ახლა ოთო არის ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე. დარწმუნებული ვარ ოთოს არ ვკითხავ არჩევნებზე რა ნომერი შემოხაზა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ოთოს გაუჭირდებოდა არჩევანის გაკეთება. ისევე როგორც დარწმუნებული ვარ არჩევანის გაკეთება გაუჭირდებოდა ყველა ახალგაზრდას. მათ შორის მეც გამიჭირდა არჩევანის გაკეთება, მაგრამ მე მანამდე მოტყუებული ადამიანი ვარ და ოთოსი შეიძლება ეს საერთოდ პირველი არჩევნები იყო, სადაც მიიღო მონაწილეობა, ხო? მოდი, აი პირდაპირ კითხავ ოთო. სტუდენტები, ახალგაზრდები რო ასეთ დღეში არიან, ზოგი ინერტულად რო არის, ზოგი გაბრაზებული რო არის პარტიებზე.
ამ ამბავზე რას გვეტყვი? აბსოლუტურად ლეგიტიმურია ოპოზიციურ პარტიებზე და მართლ პარტიაზე ცხადია პარტია. აი, რას აკეთებენ, მე არ ვემხრობი, აქედანვე ვიტყვი, რომ 18 წლის ასაკიდან ახალგაზრდები ჩაერთონ სიტყვაზე პარტიულ საქმიანობაში და იქ სწავლაგვერდით გადადონ და ასე შემდეგ და იქ მიყვნენ ვიღაცის მარჯვენა ხელი იყვნენ და ბოლოს რაღაცა სამსახურს ნახავენ და მანამდე სწავლას გადადებული აქვთ და განვითარებაც. ამას არ გულისხმობ, მაგრამ პარტიებს აქვთ სერიოზული შეიარაღება, ასე რომ ვთქვათ, ცოდნის, გამოცდილების, კონტაქტების საზღვარგარეთ, რომ ახალგაზრდებს მიცენ შესაძლებლობები უფრო მეტი განვითარების. მე ვიცი, რომ შენ გაბრაზებული ხარ. ეგრეა. რითი ხელმძღვანელობ, როცა მიდიხარ არჩევნებზე, რას ურჩევდი მაგალითად პოლიტიკურ პარტიებს? მე იმედი მაქვს მე და ანდროს აქ ვინმე პოლიტიკოსის გვეყოლება, რომელსაც ორივე მხარე, ნებისმიერი მხარე გავსჯით, მაგრამ მე ჩემი პრეტენზია მე მაქვს ამ ხალხთან, რომ ოპოზიციურ პარტიებთან განსაკუთრებით, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, როცა ისინი ოპოზიციაში არიან, რამდენ ახალგაზრდაზე იმუშავეს. იმიტომ რომ ყოველწლიურად 30000 ადამიანი მაინც ხდება სრულწლოვანი და ამ ახალგაზრდებს მე ვერ ხედავ საინტერესო კამპანიებში, იმიტომ რომ ყველა პარტიას, არც ერთ პარტიას მოკლედ ახალგაზრდული ფრთა არ აქვს ასე. პასუხი გააქცა ოთომბაგაზე. 35 წელია სხვადასხვა სახელით ერთი და იგივე ხალხი. აი, ახლა რაში ხედავს ამბავს. აი, მე თან ოთო იქითკენ მიყავს ეს ლაპარაკი, რომ ხო არ არის იმის დრო, რომ ჩვენ მოტყუებული ადამიანები შენ ჯერ არ ახარ მოტყუებული, რა უნდა გავაკეთოთ ისე, რომ მოტყუებული უკვე არის არჩევნების არა, მაგით თავროვისყიდან მოტყუებული, მაგრამ აი დაპირებების ამბავში მოტყუებული რო არ გახდეს შენც, რითი აპირებ გადააზღვიო შენი არჩევანი? ხო, ეს არჩევნები იყო ძალიან დიდი პრობლემა, მაგრამ თან დიდი თემა არის. აქედან დავიწყებ და ეს არჩევნები იყო ძალიან დიდი პრობლემა მაგ იმიტომ რომ რავი, ოპოზიციურ სპექტრზე იყო. თუ არ ვწდები და ვინმე თუ არ გამორჩა არავის ეწკნეს, 5 არჩევანი ოპოზიციურ სპექტრზე ვიძახი, რომელიც შეეძლო რომ ახალგაზრდა ადამიანს მე ახალგაზრდა ადამიანის გადმოსახედიდან ვილაპარაკებ, შეეძლო რომ აერჩია. აქედან 4-ს და 3-ს მოდი ესე ვთქვათ, რაც აი ზუსტად რა. ისეთი პროგრამები ქონდათ წარდგენილი, რომლებზეც ჩვენ როცა გავანალიზეთ აი მათ შორის უნივერსიტეტში დავჯექით ეს პროგრამები ჩავშალეთ რა. ზოგს საერთოდ არ ქონდა ეს პროგრამა. ზოგს საერთოდ არაფერი არ ეწერა. ან რაღაცა ისევ პენსიონერებზე გათვლილი და ისევ ტელევიზორზე მიჯაჭვული და მე საკუთარი მედიით რომ გააპიარონ ეგეთი საარჩევნო პროგრამა. ვისაც ქონდა საარჩევნო პროგრამა, იმაზე ვიცოდით რომ იმის შესრულება იყო შეუძლებელი რაღაცეებზე. და ანუ საბოლოო ჯამში გაქვს რაღაცა არჩევანი ძალიან მცირე, რომელშიც პროგრამაში უწერია, ის რაღაცები, რომელშიც შესრულებასაც შეძლებს მართლა, მაგრამ ეგ არის ძალიან მცირე ნაწილი პროგრამიდან. და მე გაქვს მეორე არჩევანი, რომელიც ვერ შეასრულებს და ანუ მაგაში უნდა აირჩიო რაღაც. ანუ მაინც მოგიწია როგორც შენ ისევე ჩვენ სულსა და უარეს შორის ემოციებზია გათვლა. მან ჩემი გადმოსახედიდან არის ხოლმე კიდე პრობლემა, რომ კი მე არ მგონია რომ ამ ქვეყანაში არ ვიცი, სხვა ქვეყანაში არ მგონია რომ იყოს, მაგრამ ამ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პარტია, რომელიც რაღაცნაირად ყველაფერში გაყვები და ყველა ეგ ნორმალური არის ეგ ძალიან რომ თავისთავად არ მოგწონდეს რა. და თავარი ჩემთვის არის, აი პოლიტიკურ პარტიებსაც ვიტყოდი, რომ იყვნენ გულწრფელები რა და გაანებოდან ტყუილების ლაპარაკს თავი. წეგან საუბრობდით, სანამ ჩაწერას დავიწყეთ მე და ანდრო, რომ ეხლა ვიღაცამ რა ჭკვიან რაღაცა თქვას, პირობითად რაღაცა პოლიტიკოსმა X-მა ძალიან ჭკვიან რაღაცა რა თქვას, არენდობა ხალხი, იმიტომ რომ X-ის ჩვენ გვახსოვს აქამდე 3 ტყუილი რა თქვა, რომელიც დადასტურებულად ტყუილი არის უკვე წარსულში. და კარგი იქნება ეგეთი პოლიტიკოსები ჩაეხსნებიან, მაგრამ ძალიან მეეჭვება რომ ჩაეხსნან თავისი ახალგაზრდების იმას მაგაში ხედავ, რომ პარტიებს რომელსაც ხმა მისცენ ახალგაზრდებმა და შესაბამისად მიანიჭეს იმათ ლეგიტიმაცია და რაღაცა წონა, იმათ მე უნდა მოთხოვონ პარტიებს ეგეთი ადამიანების ჩამოშორება და შიდა პარტიული დემოკრატიის. ხო, რაღაც ანუ წევრობაზე დამყარებული პარტიული სტრუქტურა, ნუ ნინილ ამაზე რო გადავიდეთ. ხო. არის მცდელობელი მაგალითად პრაიმერისი ჩავა. ხო, პრაიმერიზი უნდა იყოს ყველა პარტიაში. მაგისი არგუმენტი, რომ ქართველი ხალხი
მაგისტრის მზად არ არის სისულელე. იმიტომ რომ ქუჩაში ვინც დგას ამ საბოლოო ჯამში ვინც აცოცხლებს ამ ოპოზიციურ პარტიებს, რომელიც რავი ღიად ვთქვათ, რომ განულდნენ ამ არჩევნებზე, მე ძალიან კარგად იმუშავა ქართულმა ოცნებამ რა, ანუ ძალიან მაგრა გააყალბა არჩევნები და თუ გინდა მაგაზეც ვილაპარაკოთ, მე როგორ და რანაირად მე დამკვირვებელი ვიყავი და ჩემი საკუთარ თვალებით ნახე რა და როგორ დაშავ და ერთი რო არ იყვნენ მზად მაგ გაყალბებისთვის რა და იმის ტირაჟირება რო ვერ ვიქნებოდი მზად არის სისულელე. ხო. მეორე რომ მერე ვერა უხსნეს ხალხს რომ არჩევნები გაყალბდა და ქუჩაში ვერ გამოიყვანეს. აი მე ყველაზე მეტად ამ ნაწილზე ვბრაზდები. ანუ ოპოზიციურ პარტიებს ყავს ამომრჩევლები. დაახლოებით ამ პარტიებმა თავისი ამომრჩევლების 50% მაინც ხო იციან ვინ არიან. არ იციან, ეგ არის პრობლემა, არ იციან. ამომრჩეველი მიშიკო. არა, როგორ არ აქვს კაცო. არა, მასი არ ერთ რამეს ვიტყვი. ჩემი დაკვირვებით 2003-დან მე სტუდენტობიდან მოყოლებული სულ მასე მიტინგებზე ვარ. შეხედეთ? სულ ვიღაცი წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ეგეც პრობლემაა. არა ოპოზიციურ პარტიას კი არა. აი იმის საწინე, შევარდნაძის საწინააღმდეგოდ მიცა ხმა. არა, გასაგებია კაცო, X და Y-ს მისა, მაგრამ ამ X და Y-ს უდასტურებს ამას, რომ მე შენ გაძლევ ხმას. იმიტომ კი არ გაძლევ, რომ მე შენ მომწოხარ. არა, ეს არ მომწოხ. მაგას არ ვამბობ. უბრალოდ მე ვამბობ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა დაახლოებით იციან, იმიტომ რომ პარტიები მუშაობენ კოორდინატორების სისტემაზე, ხო? კოორდინატორი რო დადის სადღაც და ეკითხება ადამიანებს, იცის დაახლოებით ვინ აძლევს ხმას. თქვა 40% იციან ვინ აძლევს ხმას. ნუ ამ 40%-ს ვერ არწმუნებენ იმაში, რომ არჩევნები რო გაყალბდა შენ ნუ ადგე სახლიდან გარეთ გამოხვიდე. ხო, ვერ და შენ ვახედო არჩევნების მეორე, მესამე დღეს ფაქტობრივად არაფერი არ ხდება. მაგას ვიცახი, რომ საბოლოო ჯამში რო არ გამოსულიყო ირაკლი კობახიძე და რო არ გაეკეთებინა 28 ნოემბრის განცხადება, განულებული იყო ოპოზიციურველი, წაგებული არჩევნები, ვერაფერი ვერ ქნეს მაგის საპირწონეთ, ვერც პროტესტი ვერ ამოქოქეს, ხო, თავიანთი ორგანიზებული აქციები ჩავარდა. საბოლოო ჯამში მაგათ აცოცხლებს ხალხი, რომელიც თავიანთი თვითდინებით არის ქუჩაში გამოსული. მე, შენ და აგი ანდრო და დანარჩენი ახალგაზრდები და ძველგაზრდები. განსაკუთრებით ახალგაზრდები. ხო. და გამოსავალი მე აი ძალიან ბუნდოვნად მესახებ. მე მგონია რომ რატო არ ვიმპროხავ მაგას თავს რომ მე მგონია რომ ეს პროცესი თუ წარმატებით დასრულდა და ეგ არის ხა პრიორიტეტი და პრიორიტეტი არიან ის ადამიანები, ვინც დღეს ციხეში ყავთ დატყვევებული ამათ, ესენი არიან ტყვევები ხო რომ მე ივაჭროს რეჟიმი მათი სიცოცხლეთა დავისუფლებით. ისინი არ არიან პატიმრები, არიან ტყვევები რომ მე გაცვალონ. როგორც ხდებოდა ტერორისტები შვებიან ხო. ხო და ამიტომ მე მგონია რომ თავარი ეს არის და ეს ბრძოლა მოვიგეთ მე ნილ-ნილა ოპოზიციურ პარტიებსაც მიეხედავათ და ეს პრეტენზიები გადაინაცვლებს თავრობიდან ოპოზიციურ პარტიებისადმი. მაგრამ ერთი გამოსავალი ასაც აშკარად ხედავ, აი ხა რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და წნეხი ოპოზიციურ პარტიების მიმართ ჩვენ ვინც ვართ ამორჩეველი მათი უნდა იგრძნონ ჩვენთან ანგარიშ ვალდებულად თავი. წნეხთან ერთად ხო არ ფიქრობ რომ ნელ-ნელა ადამიანებმა უნდა გადადგან ნაბიჯი იქითკენ რომ პოლიტიკა არის ყველას საკეთებელი. ხო, კი, პოლიტიკა არის, რა ვიცი, მსხობელის საკეთებელი, ინჟინერის საკეთებელი, ტაქსიბძღოლის საკეთებელი. იმას ასეც ვლაპარაკობთ, რომ პარტიას მე რო ხმას ვაძლევ, მინიმუმ ამ პარტიაში ვიცოდე პასუხისმგებელი პირი. ცალსახად და მაგას ძალიან კარგად უშველის პრაიმერიზი რაც შენახსენე რა. რაღაცა ხო, აი, უნდა ვცადოთ მაინც. არა, ყველა შემთხვევაში გადასასვლელი არის პრაიმერიზის სისტემა. ეხ ხდება ჩაუტარებია ზოგიერთ პარტიებს, მაგრამ ახლა გინდა თქვა, მაინც გიწერეთელი და ის იმარჯვებს მაინც რა ქვია რაღაცა. არა, ფორმალურად ჩვენ თქვა დავიწყეთ ან რომ პრაიმერიზი მაშინ იქნება კარგი თქვა იდეალური, როცა მე მყავს ადამიანები დარეგისტრირებული პარტიაში დადიან, იღებენ მონაწილეობას ყველა გადაწყვეტილებაში. შენ რომ მარტო ერთი დღისთვის შეიძლება დაპატიჟო ეს ადამიანები რაღაც პრაიმერიზზე შეიძლება ისე იდეალური ვერ გამოდის, მაგრამ ვიღაცა სტრუქტურული განსხვავება ახსოვია. იყო უკვე ამისი კარგია, იმიტომ რომ ამ გამოცდილებას გაიზიარებს საკეთო სხვა პარტია. ყველა შემთხვევაში გასაკეთებელი, ეგ არის ხალხის დაკვეთა. და ხედავ თუ არა იმას ახლა ხალხში მზაობას, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ თეატრალები, მუსიკოსები გამოსული წინა, ახლა აქტიური სტუდენტები გადაწყვეტენ თუ არა ეს ადამიანები შევიდნენ პარტიებში ან შექმნან ახალი პარტიები. კი, ეგ მოხდება, ეგ არის შეუცვლელი პროცესი და მოხდება აუცილებლად რა. მოდაში შემოვა. მე მგონია რომ მოდაში შეიძლება ცუდი სიტყვა, ხო მაგრამ არა, კი, აი ისეთი რომ მე მგონია რომ ეს პროცესი თუ ჩვენი წარმატებით დასრულდა, აუცილებლად დაიწყება ეგ პროცესიც, რომ ხალხი და სამოქალაქო საზოგადოება უფრო აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკაში რა. შეუცვლელი პროცესია. ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, დამკვირვებლად იყო ოთო და დამკვირვებლად ვიყავი მეც. მე მთლიანად ორს ვაკვირდებოდი.
24 უბანი ვნახე და თვითონ ოლქიც ვნახე. არის აგი კუთაი ვანის 53 ოლქი დასამალი აფერი არ არის. ხო და თქვენ ამბობთ რომ კოორდინატები და ეს კოორდინატები კი არა, დამკვირვებელი ვინც ყავდა მათი სახელი ოპოზიციურ პარტიების დამკვირვებლები ვინც იყვნენ საარჩევნო უბანში. ხმას არ იღებდა არავინ. ყველა იმათი ეგეც პრობლემაა, ანდრო, მაგას რატო აბრალებ მარტო ოპოზიციურ პარტიებს? მე იგი მაინტერესებს. არის ოპოზიციური პარტიების ბრალი არის ის, რომ ვერ გადაამზადეს თავისი კოორდინატორები, მაგრამ ადამიანები, რომლებიც იაზრებენ არჩევნების მნიშვნელობას, რატო არ იყვნენ დამკვირვებლები? დამამთავრებინე. ისეთი ხალხი ყავდათ, მიტო იყო წინასწარ ის. იმიტომ რომ სხვა არ დაგდა, ანდრო. შეხედეთ, ამიტომ შეხედე როგორ რაღაც არის. ჩემი გადმოსახედიდან მე შეიძლება ტყილს ვამბობ, მაგრამ ყველაფერი იყო შეთანხმებული წინასწარ დალაგებული. უბრალოდ ირაკლი კობახიძემ რაც გააკეთა და რატო გააკეთა არის მე ესე იმიტომ რომ შეხედე ოთომ რაც თქვა რომ სწორი დასკვნა აქ რამდენი წლის ხაროთო 21 წლის ასაკში სწორად აქვს ადამიანს შეხედანა ნახი რომ 35 წლის მანძილზე ერთი და იგივე ხალხი და დიქტატურაა დღემდე ერთი და იგივე ხალხის ჩემი გადმოსახედიდან დრო არის იმისი მოსული რომ ერთის და მეორეს მე ჩემი შეხედულება მაქვს მაგალითად ერთის და მეორეს ჩანაცვლეს საერთოდ არ არსებობს ვინ მოვა სად არის ვინ გამოჩნდება რომ ჩემი გადმოსახედიდან ვიდრე და მიტომ აქვს ამათი იმედი იმიტომ რომ ესენი იზამენ ამას ჩვენ მაგას არ ვიზამთ იმიტომ რომ ვინ ზოგი იქ არის ზოგი აქ არის ზოგი დასაქმებულია ზოგი გადმოსაქმებულია ზოგი ის არის ამიტომ ჩვენ ვერ შვებით, ვერ ვქენით და ამათ იმედი რატომ აქვს იცი? ერთად მოიშორებს მაგათ, კი არ დახოცავს ან დაგლიჯავს ან დაგეჭავს 21 წლის ადამიანს რო თხოვ ახლა მაგას. არა, მე ამას არ თხოვ, არა. ოთო ისავს ამას 5 წლის მერე და 10 წლის მერე და 2000 თაობა. რო არ დაგვიანდეს თორე. ხო, ახლა არ დაგვიანდეს თორე. მე ვიცი რომ ესენი ამას იზამენ. ესენი პრობლემას ხედავენ, შეხედე 21 წლის ადამიანმა შეხედა. რომ 35 წლიანი დიქტატურაა, ოღონდ სხვადასხვა საქმე. მაგაზე რა არის, იცი რომ აი ხა ვინც დგას ქუჩაში ჩემი თაობის მე ველაპარაკები, თუმცა ძალიან ხშირი კომუნიკაცია აქვს და ყველას აქვს ძალიან კარგად გააზრებული, რომ ამისი წამალი ოღონდ არა სრული განკურნება, უბრალოდ ეგეც უნდა გესმოდეს, რომ როდესაც სუდად ხარ შენ, იქენ ერთ დღეში კარგად ვერ გახდები, რაღაც ნაბიჯი უნდა გაიაროს. ხო და ერთ-ერთი გარდამავალი ნაბიჯი ყველას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, ორი კოალიციური მთავრობა, რომელიც აი ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი უებარი წამალი არის სიტუაციაში. არ გასვენ მაგის უფლება დიქტატურა. პირველში ეგ გვაქვს ასახსნელი რეგიონებში ადამიანები. 20 წლიანი დიქტატურა. ყველაზე მარტივი რაიმე. ეხა ჩვენ იმიტომ ვართ ამ პოლიციურ რეჟიმში და ავტოკრატიულ რეალობაში, რომ საბოლოო ჯამში ერთი პარტია იყო, ყოველთვის ჯერ იყო საპრეზიდენტო მმართველობა და პარლამენტის ყოველთვის პარტიულად იყო დაკომპლექტებული. ეხაც 12 წელია საპარლამენტოზე ვართ, მაგრამ ერთი პარტია არის მაინც რა და როგორც კი მრავალპარტიული პარლამენტი იქნება, თუნდაც ორი პარტია იქნება სამთავრობო კოალიციაში, ხო, აი თუნდაც სლოვაკეთის მაგალითი რაც მოხდა, სლოვაკეთში ფიცო ჩავიდა პუტინთან შეხვედრაზე, ეს ხალხმა არ მიიღო, მე მოხდა ეგეთი რაღაცა, რომ ორი ადამიანი პროტესტის გამო თავისით გარიცხეს სამთავრობო კოალიციიდან, ორი თვითონ წამოვიდა, რიცხვები შეიძლება მეშლება, მაგრამ დაახლოებით ეგ. დარჩეთ 75 ადამიანი, რომ იმდენი რომ ეგენი შემდეგ სესიაზე პარლამენტის განწყობილებას ვეღარ მიიღებენ, თუ ვინმე მხარე არ დაუჭირა. ანუ თუ პარლამენტში ვინმე ოპოზიციონერი არ მოინდომებს იმას, რომ ფიცოს კოალიციას მხარე დაუჭიროს, ვინც არის ეხა პრემიერი, მაშინ ეშლება. და ეგ არის ძალიან მთელი სილამაზე ამ კოალიციური ხელისუფლების, რომელიც ხო და გაძლე არ ხდება, ხო? მაგიტომ დგავარ. მაგრამ არჩევნები რო არ გაყალბებულიყო, ჩვენ ამას მივიღებთ. ჩვენ შეიძლება არ მოგწონს ვიღაცა პიროვნებები, კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც დიდი ხანია უყურებთ, მაგრამ მე ვიცი ყველა ოპოზიციური პარტია, სადაც აშკარად ახალი ადამიანებიც მეტობა. ძალიან ბევრი ახალი სახე ჩანს. საარჩევნო სიები იყო ძალიან კარგი. არა, პირიქით არა. არიან და არიან. ხო, ძველებიც არიან, მაგრამ კოალიციურში საერთოდ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ აი ეს ბელადის და ერთმართველობა აღარ იქნება. ხო, ერთიანად ჩვენ ვერ გადავალთ ცხადი, ახლა იდეა ვერ გავაკრობთ ჩვენ ამ პარტიებს. ვერ შეუცვლით ნომრებს და უცბად ახალი ადამიანები აღმოჩნდა. ამ ადამიანებს შეიძლება ძალიან რთული პერიოდი გვაქვს გავლილი 30 წლის განმავლობაში. მე ზოგჯერ მიგვირს რომ ახლაც რო ვართ ასე, ესეც ძალიან კარგია და დასაფასებელია გასული წლების. ჩვენ წარმოიდგინე ხა რომ
მე ვარ 21-ის, ხო? და 2021 წლის მერე, როცა მე ჩემი ასაკის ადამიანი შეიძლება რაღაც 17-ის ვიყო, მაშინ რაღაცა დაეწყო პოლიტიკაში ჩახედვა, გამოხედვა, ტელევიზორის ყურება იქ ინტერნეტში. 2021 წლის მერე არ არსებობს პრეცედენტი, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაიბარეს სამთავრობო არხზე გადაცემაში, ამ პირიქით მთავრობის წარმომადგენელი მივიდა ოპოზიციურ არხზე. ანუ ჩემ თავობას არ უნახავს დებატები. არა. ხო, საუბრის ნაკლებობა, რაზეც ხშირად ლაპარაკობ და პოდკასტის შექმნის ამბავი ეს იყო, რომ 2020 წლის პარლამენტი 5 წელი პარლამენტი არის ცარიელი და თითქმის ერთპარტიული, ხო? იქ იყო აღწერილისაშვილი იყო, გირჩი იყო, რომელიც ცდილობდა ოპოზიციონერობას. ოთო ხშირად ამბობენ, რომ აი რატო არ შედიან იმიტომ შედიან აზრი არა, 20 ადამიანი რო ყავს. აზრი არა, იმიტომ რომ იქ არ გაძლევენ თმის საკვალებას. რაც არ უნდა კარგი თქვა, მაინც არ გაითვალისწინებენ. ამიტომ ქართულ ოცნებას არ გაუტარებია არც ერთი კანონპროექტი, რომელიც რაღაცა ოპოზიციას ენდომებოდა. ან ქართულ ოცნებას არ გაუტარებია, ან არ ჩაუგდია არც ერთი კანონპროექტი, იმიტომ რომ გუნდში ვერსიად ყველაფერზე ერთხმად თანხმდებიან, შეუძლებელია 80 ადამიანი იმაზე ვერსიად თანხმდებიან, ხინკალი უფრო კაი საჭმელია თუ ხაჭაპური. და ესენი თანხმდებიან კანონპროექტებზე, ანუ ეგ სიკიჟე არის, არ ხდება. ეგ არის პროსტა, იმიტომ რომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, რომ 80 მომუნა დააჭიროს რაღაცა მწვანე ან წითელ ღილაკს და დააჭერენ. დააჭერენ თან ისე რომ რა გვარია დავით არ მახსოვს ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატი არის სონღულაშვილი. დათო სონღულაშვილი თუ სწორად მახსოვს, რომელმაც რუსული კანონის პირველ მოსმენაზე რა 2023 მარტში ხომ დააჭირა ხელი მწვანეს, ხო ანთო. მე ხო ჩააგდეს, იმიტომ რომ ბიზნესმა დაუვარო ჩააგდეს და ხო წაიღეს უკან ხო ჩააგდეს. დაპოსტა ეგრევე პოსტი Facebook-ზე, რომ არ იყო სწორიო ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთო და ჩემ მეგობრებს, რომელიც ქუჩაში დექთან, ბოდის გიხდე, ესე ჩქარავ არ უნდა მივიღო და უნდა გაგვიარავო და გვემშვა. მაგრამ ერთ წელიწადში და წაშალა ეს პოსტი. მაგრამ მე დაპოსტა, რომ პოსტი წაშალა, იმიტომ რომ უარყოფითი ემოციები გამოიწვიაო, ცუდად მეწერა რაღაცები, მაგრამ აზრი რაც იყო, მაგას ვეთანხმებიო. ერთ წელიწადში ისე დააჭირა ხელი. ისე დააჭირა 4-ვე ჯერ ვეტოს მოსწავლეს. ანუ სრულ პრინციპო ადამიანებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც ერთი ვერტიკალიდან ეგ ვერ მოხდება, როცა ჩვენ გვაქვს კოალიციური ხელისუფლება, როცა თითო პარლამენტარს, როცა 80 პარლამენტარი ყავს ოპოზიციას, 20 ხვარტიას პირობითად რა. 5 რო ჩაეხსნას, იმიტომ რომ საკუთარი ტყავი აქვს იმას გადასარჩენი და საკუთარ პასუხისმგებლობაზე უნდა იზრუნოს იმას ხალხთან, ხო? ჩაეხსნება, კანონი ვერ გავა, ის იქნება გმირი დღის. გავიგე. და გადარჩება ლამაზ. გავიგე, მაგრამ მაქამდე მივდივართ. მივედით ვერმი არ მიგუშვეს და მაგას გეუბნები რომ აი მაშინ ახალგაზრდებს გააზრებული აქვს რა მაგისთვის მაგაზე აი შეხედე ზუსტად შეხედე რას თქვი ზუსტად ის მიაღწევენ აი ჩვენი საზრუნავი რაც არის მე და შენი და ამათიც და ყველასი რომ ესენი არ გახდნენ გულგატეხილი ჩვენსავეთ ხო უპირველესია მიუხედავად იმისა რომ მაინც 2003-დან გახარ ქუჩაში და მეც ბოლო 12 წელია გავარ ქუჩაში ბევრი იმედგაცრუება მინახავს მაგრამ გონია რომ ახლა თუ კიდე იმედი გაგვიცრუდება მე შეიძლება მიჩვეული ვარ იმედგაცრუებას მაგრამ ესენი არ უნდა ახალგაზრდებისთვის შეიძლება რომ დავრჩე და ჩემი მეგობრების მაგრამ მასშტაბურად ეგნევა ძალიან ცუდი გავლენა და მე ძალიან გული მწყდება და ძალიან გავბრაზდი იმაზე რა შედეგიც მოიტანა ხა არჩევნების გაყალბებამ რა არჩევნები რომ გაყალბდა მაგან ჩემთვის ყველაზე ცუდი სცენარიაც დააყენა იყო რომ ხალხმა დაიჯერა ყველაზე ცუდი რაღაცა იყო მაგრამ რომ აი წმენა დაკარგა ხალხის რაღაცა ნაწილი დაიჯერა რომ ქვეყანაში არის 60% ისეთი ადამიანები რომელიც მე თავისუფლებას მართმევს აი ეგ იყო ყველაზე რთული გასააზრებელი ახალგაზრდა თაობისთვის და ვიღაცეებმა ეგ რო გაიაზრეს გული იმდენად გაუტყნათ რომ დღემდე არიან მაგ იმაში ცოტა შეჯამებისკენ რო გადავიდეთ გაგვიგრძელდა და მგონია რომ ანდრო ოთოსთან შეიძლება მთელი დღე ვილაპარაკოთ მაგრამ ბოლოსკენ რო გადავიდეთ ოთო რა არის შენი პროგნოზია, ასე რომ ვთქვა, ძალიან ძნელია აქ პროგნოზირება, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ სერბეთის მაგალითით მათ შორის და სლოვაკეთისით, რომ იქ ცოტა უფრო სწრაფად მოხდა მოვლენები და ჩვენთან უკვე აი ეს 63 დღეა დღეს ახლა ეს ვიდეოს როდის დავდებთ, შაბათს ავარაუდოთ, როდის დავდებთ, მაგრამ ჩვენთან გაგრძელდა. ხო, იქ და მოხდა პირველად დაიჭირეს უკვე საქართველოში ჟურნალისტი, ეს რაღაც ახალი ახლის ნიშანია, ყავთ ტყვეები. მიუხედავად ამ ყველაფრისა და სირთულეებისა, ზოგჯერ ნიჰილიზმისა ჩვენთვის, ჩვენში რომ ხან ცოტა ვართ და ვაიმე რუსთაველი აღარ იკეტება და ასე შემდეგ. ხო, ჩვენი რო არ გადაიკეტოს რუსთაველი ამის შიში აქვს ყველას. რა პროგნოზები გაქვს?
თავი განსხვავება რაც არის ჩვენსა და სლოვაკეთს და სერბეთს შორის, აი მაგალითად სლოვაკეთში არის კოალიციური მთავრობა და ეგ არის ძალიან დაეხმართ იმაში, რომ პროტესტმა მალე იმუშავა. სერბეთში წინ არის. ხო, სერბეთშიც არ არის ხო 12 წლიანი რეჟიმი, რომელიც ყარდება და ბოლოს ყველა გაყარა სამსახური და ყველა კრიტიკული აზრი ჩაახშო, იქ მედიები დახურა, იქ ნელ-ნელა ეტაპობრივად ხო ეს გაატარა ოვერტონის ფანჯრის ნაბიჯები და შეაპარა ქართულ მოცემამ, ქართულ საზოგადოებას ეს ავტოკრატიული რეჟიმი და ეხა ვართ პიკში რაღაც მომენტში, იმიტომ რომ მგონია რომ ეს თუ არ მოვკვდებით და არ დასრულდება, მაგრამ ძალიან შეგვიმცირებს შანსებს. ხო და ჩვენი გადარჩენის გზა არის და ძალიან კარგი არის რაღაცა მომენტში თუ გავიაზრებთ რომ ეს არის პიკური ბრძოლა. კრიტიკულ მომენტში ვართ ამდენი ადამიანი. პატიმარი ყავს იქეთ საჯარო სამსახურებიდან ხალხი ქუჩაში ხვალ შეიძლება მე დამხვდეს ვიღაც შენ დახვდეს ან დროს დახვდეს აგე და ცემ უნდა პასუხი არავის არ მოთხოვნა აგე ან დრო დაიჭირო მაგაზე კიდე ან დაიბარო და კარტოლა მიცენ ეს არის კრიტიკული მომენტი საიდანაც უკან დასახები გზა ჩვენ არ აქვს და იმდენი უნდა ვიბრძოლოთ და ისეთი დერეფნები უნდა გავუხსნათ ქართულ ოცნებას უკან დასახები რომ მათ მოუწიოთ უკან დახევა მშვიდობიანად მაგაში ხედავ გამოსავალს და მაგისი გარანტი არის ხალხი ქუჩაში უწყვეტად ნიშნულოვანი მგონია რომ ყველამ წამოიწევს ერთი ნაბიჯით წინ და აქ რას გულისხმობ რომ ქართული ოცნების მხარდაჭერი ვინც არის ეგ უნდა გახდეს ქართული ოცნების ნელთბილი მხარდამჭერი ვინც ნელთბილი მხარდაჭერია უნდა გახდეს სულად ნეიტრალური ვინც სულად ნეიტრალურია ეგ უნდა გახდეს პროტესტის ნელთბილი მხარდაჭერი და ვინც პროტესტის ნელთბილი მხარდაჭერია უნდა გახდეს პროტესტის ამისთვის რა არის საჭირო ამისთვის არის საჭირო ჩემი აზრით მთავარი რაღაცა რასაც ჩვენ ყველა გავურკვევართ ვინც ვდგავართ ქუჩაში ინდივიდუალური კომუნიკაცია ადამიანებთან. მაგის გარდა მე არ წარმომიდგენია რომ მე თუ არ დაველაპარაკე ჩემს ბაკას რომელიც დასალევად მოპატიჟება როცა მე მივდივარ აქციაზე მე კი არ უნდა წავყვე იმას დასალევად ის უნდა წამოვიყვანო ჩემთან ერთად აქციას. და ეგ უნდა გავაკეთოთ ყველამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩემი აზრით. და აუცილებელია ის ადამიანები ვინც დარწმუნებულია რომ ხარს გვიჭერენ მე პირველ დღეებში გამოდიოდნენ თუნდაც ქუთაისში მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა დღემდე ხარს გვიჭერს ოღონდ შორიდან აღარ უნდა 3 დღეში 4 დღეში ერთხელ გამოვიყვანოთ და პროტესტი უნდა გახდეს უფრო მასშტაბური. და მიგვიყვანს შედეგამდე აუცილებლად ვერ გაძლევს ესე კრიზისშია ქართული ოცნება. მეც მასე მგონია კრიზისშია გადაგორებაზეა ყველა წინა ხელისუფლებები მასე იყო ზუსტად იგივე სიტუაციაში ესეც გადაგორებაზეა რა ვიცი ჩემი გამოცდილებიდან მაგრამ თუ რაღაცა სასწაული არ მოხდა ერთი რაღაცის მეშინია თუ რუსი ჯარი არ დადგა აქ მე ძალიან მეეჭობა ეგ. აი თუ არ ვიცი აი დანარჩენი ვერანაირად ახლა ვერანაირი ლოგიკით ეს ვერ გადაგორდება იმიტომ რომ თქვენ ხართ გარეთ პირველ რიგში თქვენ ხართ თქვენ ვერ გიშვენთ ჩვენ ვიხერხეთ ჩვენ მოგვიხერხეს მანამდე რამოდენიმეჯერ მან 35 წლიანი დიქტატურა სწორადო დაარქვი და ახლა შეგვისვლება უბრალოდ მასიურად თქვენ ახართ გარეთ და შეხედეთ ჩემი დასკვნა ესეთია ჩატარდება ეს არჩევნები იქნება კოალიციური მთავრობა ისინიც მიყვებიან ამგენს უკან და მე გადაიბარებთ აი მე ის იმედის მაგ აი ეს თაობა გადაიბარებს მე ამ ქვეყანას მაშინ ეშველება ამ ქვეყანას ჩემი და აი მთლიანად საბოლოო დასკვნა მე მგონი ყველაფრის რომ ჩემი გადმოსახედიდან მომდევნო იმის მერე რომ მოვა ესენი მოვლენ აუცილებლად ესენი ეხლა სწავლობენ და უბრალოდ იციან რომ ევროპაში მინდა რა მინდა რუსეთში ჟენიჯინი მე ხوار გადაირიე ჟენ მაგაზე გამოდიან გარეთ მოვა კოალიციური მთავრობა აგერ ვარ მე აგერხარ თქვენს და მე ამ ხალხმა მე თქვენ ენაცვალოთ ანდრო თქვენ იმედი მაქვს მართლა პოდკასტია და ხოგულწელბად უნდა ილაპარაკო მართლა ამათ იმედი მაქვს ჩემი თავის იმედიც მაქვს შენი იმედიც მაქვს და გვერდით უნდა დავდეთ რა თქმა უნდა მაგრამ ქვეყანა ამათმა უნდა გადაიბარონ სწორად და საჭირო დროს და არა რომ მოდის და 12 წელი და 25 წელი მე უნდა ვიყო და 7 წელი მე უნდა ვიყო და არა ძალით რო არ თვე მე ხელიდან ეს უნდა მორჩეს და მე მგონი მორჩება აი ოღონ ეხლა გვაქვს პიკი აი თუ არ გადავტეხეთ შეიძლება დაბრუნდეთ ძალიან უკან აი იმაში რა ქვია კომუნისტურ იმაში რა ქვია სიტყვით ჩემი დასკვნა ესეთია თანარჩენი გემშვიდობებით ვიფასო მეგობრებო არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა ჩვენ გავაგრძელებთ საინტერესო სტუმრებთან ერთად მნიშვნელოვან თემებზე საუბრობთ გემშვიდობებით გამოიწერეთ ჩვენი არხი და გვიყურეთ ლიანდაკს უყურეთ საინტერესო სტუმრები გვყავდეს როგორც ოთოა ისეთები და არა მარტო ოთო
ბევრი სხვა თაობის წარმომადგენელი და სხვა წარმომადგენლებიც. დროებით გემშვიდობებით.